გადაუღებელი წვიმის შედეგად წალენჯიხაში საკარმიდა მონაკვეთები და ეზოები დაიტბორა. ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში დაზიანებული და დამეწყრილია შიდა საუბნო გზები. უხინალექის შედეგად დატბორილია ფოთის ქუჩებიც. მოსახლეობას წყალი ეზოებში შეუვარდა და საყოფაცხოვრებო ნივთები დაუზიანა. ორდღიანი შტორმის შემდეგ შავი ზღვის დაბინძურება უპრეცედენტოა. სპეციალისტები ეკოსისტემისთვის სერიოზულ საფრთხეზე საუბრობენ. დაცვის პოლიციის ხელმძღვანელს თემურ კუპადაძეს 4 ოქტომბერს თანამშრომლების კონკრეტული რაოდენობის გამოყვანას თხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კოდური სახელწოდების ოპერაციის აახენის გააქტიურებით ემუქრებიან. ინფორმაციას ანა წითლიძე ავრცელებს. მისივე ცნობით ოცნებას შიდა ოპერატიული ინფორმაცია აქვს, რომ აქციაზე დიდი რაოდენობით ხალხი გამოვა და სპეცრაზმის რაოდენობა არ ეყოფათ. რაც ყავთ, იმათაც არ ენდობიან, ამიტომ მიადგნენ დაცვის პოლიციას, წერს წითლიძე. უკრაინის დაზვერვამ დრონების გამოყენებით ოკუპირებულ ყირიმში სპეცოპერაცია ჩაატარა. განადგურებულია რუსების 3 მირვა ტიპის ვერტმფრენი და ძვირადღირებული სარადარო სისტემები. სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარა ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ისტორიული ვიზიტის შესახებ ინფორმაციას სირიის სახელმწიფო მედია ავრცელებს. ალ-შარა გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვა. 1967 წლის შემდეგ ალ-შარა სირიის პირველი პრეზიდენტია, რომელიც შტატებში ჩავა.